დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი და ბიზნეს მედია საქართველოს წარმოგიდგენთ. რას ვიყვებათ რომ პირველი ქართველი კინოპროდიუსერი გერმანე გოგიტიძე პირველი ქართული მხატვრული ფილმის გადაღების ინიციატორი და სულის ჩამდგმელი იყო. პარიზში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ გერმანე გოგიტიძე საქართველოში თეატრალურ სივრცეს დაუბრუნდა. 1914 წელს მან ოზურგეთში თეატრი ააშენა, რომელსაც საკუთარი ელექტროსადგურიც კი ჰქონდა. თეატრს 250 კაციანი დარბაზი და მოძრავი სცენა ჰქონდა. მალე სივრცე კინოთეატრ ილუზიონად გადაკეთდა. გერმანე გოგიტიძემ 1916-1918 წლებში ქართველ რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავასთან ერთად გადაიღო პირველი ქართული მხატვრული ფილმი ქრისტინე, რომლის ჩვენება 1919 წელს გაიმართა. 1919 წელს კოოპერატივთა კავშირის გამგეობასა და გერმანე გოგიტიძეს შორის ხელშეკრულება დაიდო, რომელიც საქართველოს რეგიონებში ფილმების ჩვენებას ითვალისწინებდა. შემოსული თანხა კი თანაბრად განაწილდებოდა. ამ ხელშეკრულების დადებით ქართული კინო საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. 12 სექტემბერს ქართული კინოს პირველი პროდიუსერის გერმანე გოგიტიძის დაბადების დღეა.